რას დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა მოგესალმებათ. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. თებერვალმა ჩაიარა. საქართველოს ოკუპაციის დღევანდელი კალენდრით. ბატონი ბორისის კალენდრით გასაბჭოების დღე. წითელი მიხაკები რომ უნდა მიიტანოს ლენინისა და სერგო ორჯონიკიძის ძეგლებთან. ეგ ძეგლები ახლა თბილისში კი აღარ დგას, მაგრამ კაცი რო აღნიშნავს მიეჩვევა, იმას დღესასწაულს როგორ გადააჩვევა. შულავერის დღევანდელი კომიტეტიც აუცილებლად იზეიმებს შულავერის საუკუნესწიანდელი კომიტეტის წარმატებასა და დასავლური სტილის ლიბერალების განდევნას ჯერ ხელისუფლებიდან, შემდეგ კი საქართველოდანაც. იმპერიალიზმის ჰიდრა განადგურებულია. მაგრამ ჰიდრა ის ჰიდრა ახალი თავები რომ არ ამოეზარდოს მოჭრილის ადგილას. ერთ საუკუნეში ამასაც ამოეზარდა. ამათაც ისწავლეს ინგლისური, ამათაც მოინდომეს ადამიანის უფლებებისა და რაღაც დემოკრატიის დაცვა. ამათაც მოინდომებს მეგობრობა დასავლეთთან და ისევ გასანადგურებლები გახდნენ. ისევ რუსის ხელით. ისევ რუსი ქართველების ხელით. არაფერია ახალი მიზის ქვეშეთში, ჩემო ბორია. ოღონდ რა მინდოდა ახლა შემეხსენებინა. მე თქვა. აი დილით ხომ პუტინისთვის არ დაგვიწყებია მისაოცი ტელეგრამის გაგზავნა послучаю 105-летия освобождения Грузии от меньшевистской заразы. სხვა საქმეები რატომ გამოგჭა? 25 თებერვალი იყო საუკეთესო დღე რომ შენი შულავერის კომიტეტის წევრები რომელთაც დროებით შემოსწყერი ციხიდან გამოგეშვა. მე მგონი ეყოფათ მაგათ. ფაკიმას, ლილოაშვილს, ბურჭულაძეს, მიქაუტაძეს, რა ვიღაცაებს კიდევ. ისხდნენ თითოთვე და მიხვდნენ რომ შენი ურჩობა არ ღირს. ფული მაგათგან დიდი ხნის ამოღებული გაქვს და ხა. რაღაც გიკეთებენ ციხეში. კაი, წაუცლათ ერთხელ ხელი, მაგრამ ამისთან ერთგულ ბიჭებს სადღა იშოვე. 25 თებერვალი უნდა აღგენიშნა დიდებული ქართველების ამნისტიით. მესმის ხარ, ნადეჟდა და შალავატევე სანქციები, ყველა შენ გებრძვის, მაგრამ ეგ არ უნდა დაგვიწყებოდა. ელოდნენ ბიჭები და ახლაც ელიან. და გამოვლენ და ისევ შენ სამსახურში დარჩებიან. უფრო მოტივირებულები, უფრო ერთგულები, ცოდვა ჩამორეცხილები. ლადო კახაძე ლექს დაუწერს, ელისო ბოლქვაძე ბეთჰოვენისა დაუკრავს. თან მარხვა დაიწყო და ქულები ჩაგეწერება. შენ კი აქ წავს, მაგრამ რა ვიცი ხა. იქნებ გამოგადგეს რამეში მაინც 70 წელს ახარ უკვე. რასაც დაგვიანებით გილოცავ. ორ ამბავს მოგიყვებით. ორი საუკუნის. თუმცა მიხვდებით რომ სინამდვილეში ერთი ამბავია. ჟორდანიას უგუნური პოლიტიკის წყალობით ამდენი ჯანსაღი ჭაბუკი გაიჟლიტა. როდესაც კოჯრის სანგრებში ახლად წვერულვაშ აშლილი იუნკრების გვამები დავინახე, კინაღამ გული შემიღონდა. იცით ვინ თქვა ეს? მამია ორახელაშვილმა, შულავერის კომიტეტის წევრმა, საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცეკას პირველმა მდივანმა, რომელიც წითელ არმიას შემოჰყვა 21 წლის თებერვალში და იმ სანგრებში ქართველი ყმაწვილები სწორედ მან დახუცა. აი მაგან თქვა. მერე გახდა ეს კაცი ამიერკავკასიის ფედერაციის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე, ანუ პრემიერ-მინისტრი. კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის კომიტეტის პირველი მდივანი, ანუ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი კაცი. 1927-ში კი უწია საკუთარმა რევოლუციამ. ტყვია კეფაში. და გადმოვდივართ მეორე ამბავზე, მეორე საუკუნეში, 2026 წლის თებერვალში. საუკუნის წინანდელი ბრძოლების გახსენება მით უფრო აქტუალურია დღეს, როდესაც ვცხოვრობთ გლობალური თუ რეგიონული კატაკლიზმების ეპოქაში, რომლის აქტიური ფაზაც სწორედ თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით დაიწყო. აი უკვე კარგია. ვიღაცას დაუნახავს პარალელი საქართველოში რუსეთის შეჭრასა და უკრაინას შეჭრას შორის. აი ჭკვიანია ვიღაც, მაგ კაცია თუ ქალია, პატრიოტია და მერე რას წერს. მიმდინარე დაპირისპირება გვაჩვენებს იმ საფრთხეს, რაც შეიძლება მოიტანოს ვითარების ვერ შეფასებამ, დიდი სურათის ვერ დანახვამ, გეოპოლიტიკური ინტერესისა და ძალის მქონე სახელმწიფოების განზრახვათა ვერ გაგებამ და შიდა ინსტიტუციურმა სისუსტემ. ჩამოთვლილმა და კიდევ არაერთმა ფაქტორმა განაპირობა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხანმოკლე არსებობა. მოიცარაო, პირველმა რესპუბლიკამ დიდი სურათი ვერ დაინახა და საფრთხე ვერ გათვალაო, ძლიერი სახელმწიფოების განზრახვები ვერ გაიგო. ეგ საინტერესო ხდება და მერე რაო? სწორედ ამიტომ ჩვენ გვჭირდება სახელმწიფოებრივი სიმტკიცე, კეთილგონიერება და ძალა პოლიტიკური გზებით საფრთხეების გასამკლავებლად. რათა ვიყოლიოთ ცოცხალი უნკრები და ცოცხალი გმირები, რათა არ დადუმდნენ სიტყვები და მათ ნაცვლად არ ალაპარაკდნენ ქვემეხები. საკმარისია გეტყვით ვინ წერს ამას.
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის სპიკერად რომ აწერს ხელს, აი ის კაცი. ოღონდ ეს უდიდესი პატრიოტი, ჩვენ დროის ერთ-ერთი მაღალი შუბლიდან ათელი გონება. რატომ ამბობს იმავეს, რასაც საუკუნის წინ საქართველოს გამოცხადებული მტერი ამბობდა. არანაირი პლაგიატი, არანაირი გადაწერა გადმოწერა. საერთოდ გამოურიცხავ, რომ შალვა პაპუაშვილს რამე ჰქონდეს წაკითხული და მით უფრო საუკუნის წინანდელი მემუარული ლიტერატურა. მაგას გამოურიცხავ. და აბა როგორ ხდება ერთსა და იმავეს რომ ამბობენ. უბრალოდ ერთნაირად აზროვნებენ, ერთი რუსით არიან ნაკეთებნი, პირდაპირ თუ გინდათ. არა, განასაკვირველია, რომ პაპუაშვილი, ანუ კოლექტიური ივანაშვილი 2008 წლის ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს და ამის გამო ბოდიშსუხტის ტერორისტებს, გენოციდის ყველა მსხვერპლის სახელით თავზე ნაცარს იყრის, გენოციდის ყველა მომწყობის წინაშე. ეგ თავიდან გვიკვირდა ხოლმე, გვაბრაზებდა. მე რა ვიცი, აღარც ვაქცევთ ახლა მგონი ყურადღებას. მაგრამ 1921 წლის ოკუპაცია საქართველოსთვის აქამდე ჯერ პროჭორვილელსაც არ დაუბრალებია და აი ეგ კი მიკვირს, გვიკვირს. პროჭორვილელნო, თუ იმის იმედი გაქვთ, რომ მიცვალებულები ვერ გიპასუხებენ, ძალიან ცდებით. იმ ხალხს დღეს გამგრძელებლები ჰყავთ. მარტო გვარის არა, საქმის გამგრძელებლები. ადამიანები, ვისთვისაც ქვეყნის გადაბარება არ შერცხვებოდათ. ევროპელი ქართველები, ევროპული ქართველები. ხო და აი ამ ქართველებისგან პასუხს აუცილებლად მიიღებთ. მაგრამ იქამდე მართლა ინტერესით ვკითხულობ, კონკრეტულად რა საფრთხე ვერ დაინახა საქართველოს დემოკრატიულმა ხელისუფლებამ. რა ვითარება ვერ შეაფასა, რომელი ძლიერი სახელმწიფოს განზრახვა ვერ გაიგო. არ იცოდა, რომ პრაქტიკულად მსოფლიო ომის ფრონტზე აფუძნებდა ახალ სახელმწიფოებრიობას. ვერ მიხვდა, რომ წარმატების საუკეთესო გარანტია დემოკრატია იქნებოდა მაშინაც. ვერ დაინახა, რომ რუსეთი ყველაფერზე იყო წამსვლელი, ოღონდ ჩაეყლაპა. ვერ დაინახა საფრთხე როგორც წითელი, ისე თეთრი რუსეთისგან. ვერ შეამჩნია ომები სამხრეთელ მეზობლებთან? ყველაფერი არ გააკეთა, რომ გაენეიტრალებინა ეს საფრთხეები, ეს მტრობა სხვა ქვეყნების დახმარებით, გერმანიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის. ყველა რესურსი არ ჩართო, რომ ლამის გაუთავებელ ომში მყოფ ქვეყანას საერთაშორისო აღიარებინა მოეპოვებინა. არ ვიცი, პაპუაშვილს ის ბრძენი კაცი ავალებს თუ არა, რომ სხვებისგან გამორჩეული ხეობები წეროს და ილაპარაკოს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ბრძანებას კი არ ასრულებს, აი გულით იზელს იმ რუსულ მწერს, რომელშიც თავს ასე ლაღად გრძნობს. ისიცა და სხვა პროჭორვილელებიც. ახლა რომ წაგიკითხეთ, ეგ ჯერ კიდევ მონელებული არ ქონდა ხალხს ამ უშუბლო უსამშობლომ საერთოდ ახალი რამ მოზილა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის შიდა დაპირისპირებაში ბოლშევიკებმა დაამარცხეს მენშევიკები და საქართველო 70 წლით ახალი იდეოლოგიისა და წითელი იმპერიის ტყვეობაში აღმოჩნდა. ამ 70 წლის მანძილზე საქართველოში შეიქმნა ინდუსტრია, წარმოება, განვითარდა ეკონომიკა, გაძლიერდა განათლება, ახალ სიმაღლეზე ავიდა ხელოვნება, კულტურა, მემკვიდრეობაზე ზრუნვა. საბჭოთა წიაღშივე აღორძინდა ქართული ნაციონალიზმი და ეროვნული თვითშეგნებაც, რომლის ფესვებიც ღრმად იყო გადგმული წინა საუკუნეებში. ჩვენ გვყავდა მეცნიერთა, ინტელიგენტთა, ხელოვანთა და კულტურის მოღვაწეთა არაერთი დიდებული პლიადა. კითხულობ ამას და ფიქრობ, რომელ წელს შეიძლებოდა დაწერილიყო ეს ტექსტი. საქართველოში რომ წელს შეიძლებოდა ეს დაწერილიყო. აი ირაკლი კობახიძე გამიხმეს თუ რამე მსგავსი იპოვნოთ 1999 წლის 9 აპრილის შემდეგ. ცეკას პლენუმებზეც კი. აი მაშინ უკვე კომუნისტი ფუნქციონერებიც არ ლაპარაკობდნენ ამას. და არა იმიტომ რომ სირცხვილი იყო. უბრალოდ ამდენი შეზელვა აღარ იყო საჭირო. ყველა ხვდებოდა საითაც მიდიოდა საქმე. და მაშინ 2026 წელს რატომ გახდა ეს შესაძლებელი? მით უფრო აუცილებელი. თავს რომ დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენ. რატომ აზროვნებ და მეტყოლებ როგორც რაიკომის მდივანი ვინმე რამინა ბერაძე ან ცეკას ინსტრუქტორი გიორგი ვოლსკი 1979 წელს. ან საქართველოს კომკავშირის პირველი მდივანი როინ მეტრეველი 1979 წელს. და ეგ როინ მეტრეველიც კი 2026 წელს მგონი ვერ იტყოდა, რომ 1921 წელს ბოლშევიკებსა და მენშევიკებს პარტიული დაპირისპირება ჰქონდა ტაბახმელასთან და ბზიფთან მხოლოდ. რატომღაც მგონია, რომ დღეს ეგეც კი აღიარებდა ომი იყო და დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციაო. და ნებისმიერ მეტნაკლებად სინდისიერ ისტორიკოს, ან უბრალოდ ცალძარღვიან ადამიანს მოერიდებოდა ლაპარაკი მეცნიერთა, ინტელიგენტთა, ხელოვანთა, კულტურის მოღვაწეთა არაერთ დიდებულ პლიადაზე, რომელიც თურმე ოკუპაციას მოუწია ჩვენთვის. მოერიდებოდა, იმიტომ რომ აი მაგ მეცნიერთა, ინტელიგენტთა, ხელოვანთა და კულტურის მოღვაწეთა დიდი ნაწილის არც საფლავი ვიცით, არც დახურეთის დღე. ბობოლა პროჭორვილელებში სინდისიერთა შესახებ ვერაფერს გეტყვით ახლა. რაც არ არის, ახლა საიდან მოვიტანო მე. დიპლომირებული ისტორიკოსი კი მხოლოდ კალაძე მეგულება. აი მაგას დაზუსტებით ეცოდინება და დეტალურად ექნება შესწავლილი რამდენი ბოლშევიკური, ანუ რუსეთში დაგეგმილი და რუსების მართული აჯანყება გადაიტანა საქართველოს ამ წელიწადში. გინ თბილისში, გინ რეგიონებში. რამდენი ინტერვენცია მოიგერია და ბოლოს ვის ებრძოდა თბილისის, სოხუმისა და სურამის მისადგომებთან ეს რესპუბლიკა.
ეგ ყველაფერი რომ იცი და მაინც ამტკიცებთ პირველი რესპუბლიკის მთავრობამ ვერ ივარგა შიდა პარტიულ ბრძოლას გადააყოლა ქვეყანა ომი და საჯიშე ბიჭების დაღუპვა ვერ აეცილა თავიდანო აი მაგიტომ ხარ ზუსტად რუსები საჯიშე რუსები ქართული ოცნების მიერ კონტროლირებული არხები არ არიან და მერე ფელადი რომ ყავთ იმის სამკუთხედი თავის რომელიმე კუთხეში აუცილებლად ინახება ახლა ინფორმაცია ასეთი შემთხვევებისთვის მენცარული ცოდნა რა იწვევს წამოწდენას და როგორ უნდა დაკარგოს ხელისუფლება წოდებულმა ორგანიზმმა სრულად დაკარგოს თავკონტროლი რომ აღიაროს ნადეჟდა და შალავატევე ჩვენი ტელევიზიებიო ჩვენიო ხოცებისო პროჭორილელებისო და რა მერეო ეს ის რეიტინგია პროჭორილელებს რომ ძალიან არ უყვართ იმიტომ რომ მოჩვენებითი სტატისტიკით აქ ვერ აყალბებენ და თან ვერც ავტორიტეტს უწუნებენ სოფლიოში თუ კი სადმე და ვინმე არის საერთაშორისო ჟურნალისტური ორგანიზაცია თუ კი ვინმე რამე სტატისტიკას აწარმოებს და თulis ყველა გადაჭრით ამბობს რომ საქართველოში 2025 წელს ისევე როგორც 2024-ში ისევე როგორც 2023-ში მეტიის თავისუფლების ხარისხი გაუარესდა ამჟამად 180 ქვეყნიდან 114 ადგილზე ვართ მხოლოდ 2 წელიწადში 37 ადგილი დავკარგეთ ანუ სიის მეხუთედს ჩაუქროლეთ ქორებივით ამ საერთაშორისო რეიტინგის მცოდნეს მე აღარ უნდა უკვირდეს თუ კი ვინმე რუსულ პროპაგანდისტულ მედიებს მისდგება და დაასანქცირებს ბუნებრივი რეაქცია ჩვენ კი არ გვიცავენ მაინც და მაინც თავს იცავენ ვუჰანის ლაბორატორია რამდენს ჰქონდათ გაგონილი 2019 წლამდე და დღეს ხომ ყველა მიცით ახლა რაზე ვლაპარაკობ დაახლოებით ასევე ნადეჟდა და შალავატევე არიან რუსული ვირუსული ინფორმაციის გამავრცელებლები და მათ ახლა კარანტინი დაუწესეს იმიტომ რომ ციფრული ინფორმაციის სამყაროში შათირიშვილის ბოდვა და რესტორანში გამძღარი რამიშვილის ბოყინი უკანალის ფხანასთან ერთად ვიღაცამ შეიძლება რეალურ დროში ჩილეში ნახოს მანჯურიაში აიოვასა და კალკუტაში 1000-დან ერთი რომ დაინფიცირდეს უკვე პრობლემაა იმიტომ რომ იდიოტებს აქვთ ერთმანეთის ცნობის უნიკალური უნარი პირველი მეორეს მოწამლავს მეორე მესამეს მერე გავრცელდება და გავრცელდება ამიტომ ვაქცინაცია სწორია სანქციები სწორია ამ ორ ვითომ ქართულ სინამდვილეში კი რუსულ ტელეკლუაკას რამხელა როლი ჰქონდა თურმე რეჟიმის ორგანიზებისთვის ძალიან კარგად გამოჩნდა თითქოს დამოუკიდებელი სუბიექტების დასაცავად ისე გამოენთო ყველა ივანაშვილის ზვიგენების ჩათვლით ბოლშევიკები რომ მაგინებდნენ ანტანტას მერე რომ ლანძღავდნენ იმპერიალისტებს შემდეგ სიონისტებს რომ მისდნენ პოლპოტსა და იანგსარის აი ზუსტად ამ პათოსით გმობენ მათი ქართველი შთამომავლები ბრიტანეთს დღეს ელჩი დაიბარეს საქმე გაურჩიეს BBC გაიხსენეს და მისი ფილმი რომელიც ძალიან ეწვით დღესაც მერე მოსკოვში დარეკეს და სწოვეს ვინმე დეგენერატი გვასესხეს რა აი რამე დეგენერატობა რომ ილაპარაკოს ოღონდ აუცილებლად ბრიტანული პასპორტი უნდა გქონდეს რომ ამად დავაჯეროთ იმათ ისმინეს მოძმე გრუზინების ღაღადის და გამოუგზავნეს ვიღაც ინგლისელი ვალოდია ჯინჭარაძე ვის სახელს მის კლასელებსაც კი დავიწყებული აქვს უკვე ალაპარაკეს ეს ტიპი მაგრამ ეფექტი არის ნული ახლა ეძებენ სხვებს უფრო წონიანებს აი რა ვიცი მე რამდენად უნდა გადაგარჩინოთ კოცებო ამჯერადაც მაქვს თქვენთვის რჩევა თუ მომისმენთ თქვენ რომ საქმე გჭირდებათ მაგაში ყველაზე მეტად როჯერ უოტერსი დაგეხმარებათ იმპერიალიზმისა და დიპ სტეიტის გინება თუ გინდათ აი ეგეთი უნდა სახელი და გვარი იცოცხლე ჰავს იაფი არ დაგიждდებათ მაგრამ ბაჩიაშვილისთვის ახეული კრიპტოვალუტით გადაიხდით არაფერი გიჭირდა ხალხსაც გაუხარდება ხარისხიან მუსიკას მაინც მოусმენს ავიცი ბაბი კირკიტაძესთან დუეტზე შეიძლება დაითანხმოთ ოღონდ ეგ ამბავე ალბათ 5 ლიმონზე ნაკლები არ დაგიждდებათ გრეჩიხასთან 7 ლიმონი კაბურვა ქუჩის ბიჭები 9 ნუ ბერას თუ დაითანხმებთ ბატონი როჯერი იქით გადაუხდის მე მგონი 10 მილიონს ოღონდ მისის თანდასწრებით ხმა არ ამოიღო საერთოდ ოღონდ თავიდანვე მოელაპარაკეთ რომ მხოლოდ დაუკრას მხოლოდ იმღეროს შემდეგ მხოლოდ ბრიტანეთსა და ტრამპს აგინოს და სხვა არაფერზე გადავიდეს თორემ მაგამ პირი თუ მოაღო მე აუცილებლად დაიწყებს ავცი ჰამასის ქებასა და პალესტინელი ტერორისტების შეწოდებას და საბოლოოდ დაგინგრევთ ისრაელთან აი ძლივს აწყობილ ურთიერთობას ეს იყო ვაშე გადაცემა თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი გვიყურეთ მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე YouTube-ზე Facebook-ზე Instagram-ზე და TikTok-ზე რაც დავიდით იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყოთ Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან Я помню очень гадаться.